არა რა ბატონი. ჩვენ საერთოდ გლეხები ვარ. არ გაქვთ მამაჩემის ის ვიდეო? გამარჯობა, ეს არის გადაცემა დღეს რა გავაფუჭოთ, კითხვის ნიშნით, მე კი მისი წამყვანი ელენე ვარ. გადაცემის სახელი გამომდინარეობს იქიდან, რომ მე უნდა გავაკეთო ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. შესაბამისად, ჩემი გამოთვლებით უფრო დიდი შანსი იყო, რომ ეს რაღაცები გამეფუჭებინა, ვიდრე გამეკეთებინა. დღეს კი ჩვენ ვიმყოფებით ყველასთვის უსაყვარლეს ლაბაძის ძმის საქაბაბეში, ხოლო ჩვენ გვიმასპინძლებენ ბატონი ლაბაძის ძმა და ბატონი ლაბაძის ძმის შვილები. და საბოლოოდ შევიკრიბეთ მთელი ნათესაობა და სანამ შიდა სამზარეულოს გაჩვენებდეთ, მინდა რომ ბატონმა ნიკომ მოგვიყვეს ბატონი ახლა გასართობი გადაცემა, უბრალოდ ნიკოლოზი რო დაგეძახოთ. დამიძახეთ. არე პიტნავა, მაგრამ დაუზარ. ბატონი თქვა? არა რა ბატონი. ჩვენ საერთოდ გლეხები ვარ. ოღონდ შეძლებული გლეხები იმერეთის. ისე მეუღლესაც დაუძახებ თუ გინდა ჩამოვიდე. საქაბავე ადრე მქონდა მე. გამიგეთ? აი ეს ბნელი რო იყო ხალხი შევარდნადის დროს, ხო? ამის დროს? ხო, ამის დროს. მე იქ დავხურეთ, ახალციხეში მქონდა. დავხურეთ თუ დაგიჭირეს? არა, აქ მე ეს არ მქონდა დამტკიცებული ეს ბაღი და ვერ ვაკეთებდი, თორე დიდი ხანია გვინდოდა გაკეთება და მე ეს დავიმტკიცეთ ეს ტერიტორია და გავაკეთეთ აქ. ჩვენიერი. კი გენა. და ეხლა იგულწრფელად რო თქვას, როგორი ჩართულები არიან ბავშვები ამ საქმეში. უფროსი. აჰა. არაფრის გამკეთებელი. ეგ არ თქვეს ამ. გაშია აიგულის ფეხი. აქ მაშ საქაბაბეში ვიძახით ხო რა. საკრებულოშია დაკავებულია. არა, მაგას კი არ მე რა დაკავებული. უშავს, მამა. უშავს, სადღაც ხარ არ შემოვიდე ფინანსური არქივი. ეს ეგ ამას ყველაფერს ავტოაკეთე. არ გინდა. ეს არის ჩვენი სახურავი ეგრეთ. აი, სახურავი. ის არის, რა ქვია, ავტოს არცალია. ეს რო არ მოგატყუე, ხო და. თუ რამე მოიჭრება და არცალია ჩაჯდება. თუ რამე დრო აქვს გვეხმარება, კი, რასაც დაავალებ, მიდი. ეხლა ნაგავი ხო გადაყარა. ნაგავი გადაყარა, ძირითადად ჩავის სამუშაოა. დათოს რო შეეხება. დათო ფაქტურად აქ არის. დათო ფაქტურად აქ არის, მაგრამ მითითებებს არ ასრულებს. მითითებს მე გავცემ, მამა, გაგიშე აქ რაღაცეები არის, არ მინდა რომ ბოლომდე ვილაპარაკო. მოკლედ თქვა ნელ-ნელა მიყვებით რასაც. ბაშორის წეგანა რა პირად საუბრებში ვეუბნებოდი. არ მეგონა ესეთი ძნელი თუ იქნებოდა. აი ხა ერთ დასახელებას უნდა ძალიან დიდი ყურადღება რა, დილას უნდა წახვიდე ხორცი არჩიო, ახალი ხორცი უნდა იყოს, ის ნაჭამი საქონელი არ უნდა იყოს. აი ეს ბაგურკვებაზე როა ის არ უნდა იყოს, უნდა იყოს მინდვრის საქონელი, მინდვრის საქონელიც გემო აქვს ძალიან კარგი და ის არის რა, არ არის რა ეს ქიმიით გაძეცგვილი რა. ხო და რავია, ბევრი ყურადღება უნდა რა. ნამდვილად კარგად რო ართმევთ თავს ესე უცხოთვალისთვის ხარხს მოწონს. ყველას მოწონს მე ჩემს გარშემო. ზამთრისთვის ვემზადებით ნელ-ნელა, ანუ რაღაც ზამთარი გავიდა უკვე, რაღაც მომზადება. მაინც ნელ-ნელა რაღაცებს ვაკეთებ. ავტომატურად. ანუ ნელ-ნელა რაღაცებს ვამატებთ რა, ანუ გათხოვება უნდა დავაყენოთ, უნდა შევხუცოთ კი, სამზარეულოში დანადგარი გჭირდებოდა, მაგალითად თავიდან რო გავიხსენით, მოლოდინის რეჟიმი იყო ძალიან დიდი, 1 საათი და 2 საათიც გველოდებოდა ხოლმე ხალხი, იმიტომ რომ რაღაცები ხელით ხდებოდა რა. ხა, მაგას აპარატ დანადგარები ჩამოვიტანით, რომ შამფურზე აცმა და ფორმის. არა, ეხა კიდე დანადგარი უნდა ჩამოვიტანოთ ძალიან ძვირი ღირს, თვითონ წონის, თვითონ აცმის და ყველას ვინც შრომობს და რამეს აკეთებს, უსურვებ რომ ყველაფერი კარგად წაუვიდეს და გაამართლოს ყველაფერი. დაგემოვნებასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. ამას თქვენ თვითონ რო დააგემოვნებთ, თქვენ თვითონ იტყვით როგორი აუცილებლად. ლაბაძის ძმის საქაბაბის შიდა სამზარეულო ცოტას თუ ექნება ნანახი და დღეს ჩვენ ხვდა პატივი რომ გიორგიმ დეტალურად აგვიხსნას რა გამოარჩევს ამ ქაბაბს სხვა ქაბაბებისგან
რამდენი წუთი სჭირდება გაკეთება, საშუალო დღეში რამდენი იყიდება და ასე შემდეგ, რასაც საჭიროდ ჩათვლი ყველაფერი რო გითხრა. კი ბატონო, ჩვენი კაბაბი არის გამორჩეული იმით, რომ ყოველდღიურად ახალი ხორცი მოდის, საქონლის ხორცი და არ არის, ესე ვთქვათ, სტანდარტული შერეული ხორცით, როგორც იციან, არის მხოლოდ საქონლის ხორცი და ერევა ღორის სალა ცოტა რაოდენობით რა. ანუ ხორცი არ არის შიგნით ღორის. ამიტომ გამორჩეულია იმით, რომ სულ ახალი ხორცია, როგორც თქვი, ყოველდღიურად ახალი ხორცი მოდის, ხარისხს ვამოწმებთ ადგილზევე, იყო შემთხვევები, როცა არ მოგვეწონა ხორცი და დაუკეტეთ ობიექტი, იყო ესეთი შემთხვევებიც და ამიტომ ჩემი აზრით დღესდღეობით საქართველოში მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხარისხს ყურადღება მიექცეს რა. რაც შეეხება შეწვის დროს, ეხლა დავალაგოთ და დაახლოებით 7-8 წუთი ჭირდება, რომ კაბაბი შეიწვას. და მერე უკვე გადახვევა სერვირება და გაცემა ხდება რა. ეს პატარა რიცხვი. კი ბატონო, ეხლა დავიწყოთ დაალაგება და ჩემი ძმაც არ არის იმას რა დაელაპარაკო. რასთან დაკავშირებით ხარ, მითხარი? ჩემი ძმა დგას იქ, უსიმპათიურესი ბიჭია. და აი პირდაპირ და მარჯვნივ რა, ლაბაძია ეგეც. ავტო სამოდელოდან არიან და იმას ხედავ. აჰა, გავაგზავნე. ამას თავი უნდა დააფარო მხოლოდ შემდეგ რომ ჩამოაწყავ თავს დააფარებ გადმო. დაცო და ეს ჩავარდნილი არ იჭმევა? როგორ არ იჭმევა? მომხარებელთან არ გადის უბრალოდ მაგაზინთან ლაბაძეები მივიხარ. აჰა. ლაბაძეები და ეხა უკვე ჩვენს. იმდენი გავაფუჭეთ რომ ჩვენს ლაბაძეებთან ერთად შემოდგებით. დაგემოვნებას. დააფიქსირე და ეხაბარებ. სულ ეს იყო. მე უკვე ჩემი იწება. აი, დამდე. ისინი არიან გამოსაჩენები, ამიტომ მარტო შეგნათ მაშინ. დავიდა. ეს არ ჩასვა. ეს არ ჩასვა. გამოვაწყე. აი, თავი მოუკეთეს. იქ წვენი რო არ დაეღვაროთ, აქ ხორცმიანია ჩვენი კაბაბი, ფრეში. აჰა. და რო არ დაეღვაროთ. აი, ნახე რა საქმე. ბიო, შენზე კარგად აქვს, ვიცოდე. ხო და ვაკანსიებიაო და მე დილის განაკვეთში მცალია. და დადგა დრო, რომელსაც ყველანი ამდენი ხანი ველოდით. ტარა! მომზადებული ხაბობი. მოკლედ დავაგემოვნოთ. არავინ არ ვაგემოვნებთ პირველად, მაგრამ რატო ოპერატორები დააგემოვნებენ პირველად? კი ბატონო. მაგრამ ელენეს აკეთებს მაგრამ კი ბატონო, მასალია. მე მოდი არ მინდა. შენ გააკეთე, გასული ვიყავ. შენი რომელია? შენი რომელი? კარგი, მოდი, აბა გავსინჯოთ ერთად ყველა? მე ვერ გავსინჯავ, ოპერატორების არის, ჩემი წილი შიგნით დამჭა. კარგი. ის გაბუჭებული, ხო? ის. ხო. რო გითხარი აი, მაშინ მე და VIP-ები გავსინჯავ. VIP-ები გავსინჯავ. მე პატარა კაცი ვარ, მაინც ხო? აჰა. აი ეს მეთოდი. არ გაქვს მამა ჩემის ის ვიდეო ნანახე? მე რამდენი მეთოდით შეიძლება კაბაბი ჭამო? ეს არ უნდა შემომეშვა საკაბაბი. უგემრიელესია. ეს კაბაბი უნდა გაისინჯოს. კი ბატონო. Cheers! ნახვამდის. ოკეი, ინგლისური ცოდნია. დროები.